დღეს განსაკუთრებული ზეიმურობით აღინიშნება საქართველოში. დღეს არის ბორბალზე წამების დღე და ეს არ არის შემთხვევითი. წმინდა გიორგი სრულებით გამორჩეული წმინდანია ქართული ხალხისათვის და მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა სხვა ერმა თუ ქალაქმა თხოვა მფარველობა, ჩვენთვის ის არის მთავარი წმინდანი, რომელსაც ჩვენმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შეავედრა ქართველი ერი და 1985 წელს მიწერა წერილი წმინდა გიორგის, რომელიც ინახება დღეს სიონის საკათედრო ტაძარში და სადაც მან თხოვა, რომ იგი იყოს ჩვენი ერის მფარველი. რატო აირჩია ქართველმა ხალხმა წმინდა გიორგი? არა მარტო იმიტომ, რომ იგი იყო უახლოესი ნათესავი, ანუ ბიძაშვილი წმინდა ნინოსი და მაშინ ქართულ ენაში ჩვენ არ ხმარობთ ესე ყველა სხვა ენაში ამას ეწოდება ძმა, და-ძმა იყვნენ, ესენი იყვნენ ბიძაშვილი-მამიდაშვილი. აი არა მარტო ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ თავარი ის არის, რომ წმინდა გიორგი არის მრავალმოწამე. და აი ამ პატარა ქართველმა ხალხმა აირჩია ეს გზა ცხოვრების, ჩვენი ქვეყნის ცხოვრების გზა, რომ ჩვენ მრავალგზის უნდა ვეწამოთ, მრავალგზის უნდა მოვკვდეთ ქრისტესთვის და მრავალგზის უნდა ავდგეთ მკვდრეთით. და ფაქტიურად საქართველოს ისტორია არის ამისი მაგალითი და ხშირად ისმება კითხვა, რომ როგორ შემოვჭით, როგორ გადარჩა ეს ქვეყანა, როდესაც გარშემო დიდი იმპერიები არსებობდა და დაინგრა და დღეს მათი საერთოდ ესე იგი მხოლოდ სახსენებელია დარჩენილი, არაფერი აღარ დარჩა, ბევრი ასეთი იმპერიისგან. აი ჩვენი ქვეყანა კი როგორც არსებობდა, დღეს არსებობს და მიუხედავად მრავალი განსასწრებისა ჩვენ დღეს ვდგავართ აქ სულ ახლახანს ამოქმედებულ წმინდა გიორგის ტაძარში, რომელიც 400 წელი იყო უმოქმედო, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განიცადა ჩვენმა ქვეყანამ ეს საშინელი თავდასხმა, ეს სიკვდილი და აი აღდგა მკვდრეთი და დღეს აქ ჩვენ ვიკრიბებით და აღვავლენთ წირვას და საუბრობთ ქართულ ენაზე. და საუბრობთ ქრისტიანობაზე. აი ეს არის უკტავება, აი ეს არის წმინდა გიორგის გზა და ეს არის ის საწინდარი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმედს, გვაძლევს სასოებას, რომ ჩვენი ქვეყანა იარსებებს ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. მერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.